გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმარია ერთი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა. ვისაუბრებთ ოპოზიციის სტრატეგიაზე, იმაზე თუ რა ხდება, მათ შორის ზელენსკის ინიციატივებიდან გამომდინარე ოცნებასთან მიმართებაში და რამდენად არის ამ პროცესის სასაუბრო თემა მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის აქციის მნიშვნელობასა და სამზადისზე, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე აშკარაა, რომ ოპოზიციურ ალიანსში არსებული განწყობებისთვის, ჰარმონიული ნამდვილად არ ითქმის. საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეფასებები ისმის არა მხოლოდ სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედებების მიმართ, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობის მისამართითაც, მათ შორის პირველ რიგში პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩემი დაკვირვებით თინათინ ბოკუჩავა, დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ამ თემაზე საუბარს აქამდე თავს არ იდევდა, თუმცა მგონია, რომ ახლა უკვე უფრო გულწრფელი და პირდაპირი საუბრის დრო არის. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ის ნაკლებად ჩანდა არა მხოლოდ მედიაში, არამედ იმ საერთო აქტივობებშიც, რომლებიც ალიანსის სახელით ხორციელდებოდა ქვეყნის შიგნით მამხედველობაში და მგონია ეს მხოლოდ მე არ შემიმჩნევია. ამიტომ ალბათ ჯობს დღეს ვისაუბროთ ამაზე, არის თუ არა ეს პროცესებისგან გარკვეული დისტანცირების მცდელობა და თუ ასეა, რა არის ამის მიზეზი. თინა, მოგესალმებით, სიმართლე გითხრა, ერთ სულ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი, თუმცა არის რამდენიმე თემა, რომელზე კომენტარიც შენი მხრიდან საინტერესოა, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომლებიც ბევრ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობს და აი ამ საერთაშორისო და სხვა ტიპის ფორმატებიდან გარკვეული ამოვარდნასავით იყო ზელენსკის ინიციატივა, მცდელობა ივანიშვილის წარმომადგენლებთან კონტაქტი დაემყარებინა როგორც მინიმუმ. რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ბევრი ვერსიები განიხილებოდა, მათ შორის სააკაშვილის თემაც ბუნებრივია ალბათ ივარაუდებოდა, რომ შეიძლება იყოს განხილვის საგანიო, თუმცა შემდეგ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ნაბიჯი უკვე ოცნების მთავრობის წარმომადგენლების. შენ როგორ შეაფასებდი ამ პროცესს თავისთავად? მოგესალმებით, გიორგი, დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. ბუნებრივია, ყოველთვის თვალშისაცემი იყო ის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხალმოკლე შეხვედრა იყო ყოველ შემთხვევაში ის საუბარი, რომელიც შედგა ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამდენად ანტაგონისტურად არის განწყობილი რუსული ოცნება უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის და მთავრობის მიმართ. როგორ იყენებდა ივანიშვილი უკრაინაში ომს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამას ხოთაშორის ძალიან ღიად ისაუბრა მათ შორის მაია სანდუმ, რაც ასე მნიშვნელოვანი კონტექსტია, იმიტომ რომ შემდგომი შეხვედრა, ასე ვთქვათ, გაგრძელება იმ პირველადი საუბრის, რომელიც შედგა კობახიძესა და ზელენსკის შორის, მოხდა სწორედ კიშინევში, მოლდოვაში. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ უკვე ერთმანეთს. მაგრამ ჩვენ გვახსოვს მაია სანდუმ სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, როგორ ისაუბრა ღიად იმაზე, რომ ომის თემაზე პარაზიტირებით და ინსტრუმენტალიზებით ომის თემით, ანუ ბოროტად გამოყენებით, რეალურად საქართველოს ევროპულ ორბიტას მოწყვიტა. ივანიშვილმა და გადაიყვანა რუსეთის ორბიტაზე, ხო? ეს იყო ძალიან მაღალი ევროპული ტრიბუნიდან გაჟღერებული, სრულიად არაორაზროვანი, ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც მაია სანდუსგან მოვისმინეთ. ამიტომ არანაირი ილუზიები ხა იმასთან დაკავშირებით, სად დგას ივანიშვილი და ვის კომაგობს, არ არსებობს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. უბრალოდ ეს არის ზელენსკის მხრიდან გამარჯვების ფსიქოლოგიის მქონე ლიდერის მცდელობა, რომ ყველასთან მივიდეს, მათ შორის მტრის მოკავშირეებთანაც კი. და ასეთად აღიქვამს ბუნებრივია ივანიშვილის რეჟიმს. მათ შორის ამ მტრისთვის გარკვეული ირები გზავნილის მცდელობაც ხომ არ არის? რა თქმა უნდა, ამ ფონზე მე ჩვენს რეჟისორს ვთხოვდი იმდენ სასიამოვნო კადრებია, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ დღეს დაბომბილი მოსკოვის კადრები, სულ რამდენიმე წამი. კიდევ მე შევეხები ამას თუ მომცემთ ნებას. ხედავთ, რომ ჩემი აზრით ორი მომენტია მოკლედ აქ. ერთი ეს არის ზელენსკის მცდელობა, რომ ყველასთან რაღაც კავშირი ჰქონდეს და სათავისოდ, ანუ ქვეყნის უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის გამოიყენოს. და მეორეს მხრივ და ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემი აზრით, ეს არის ივანიშვილის გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ რუსეთი ამ ომს ვერ იგებს. რომ რუსეთი რეალურად ამ ომში არის შესული ჩიხში
სხვა შორის აი ეკონომისტში იყო ძალიან საინტერესო სტატია სულ რამდენიმე დღის წინ მაღალჩინოსნის, რუსი მაღალჩინოსნის, რომელიც პუტინის ვიწრო წრეში მოღვაწეობდა და იქიდან წამოვიდა ბუნებრივ ანონიმურად არის დაწერილი ახლა ეს სტატია, იმიტომ რომ სხვაგვარად ნავიჩოკის მსხვერპლი გახდებოდა, ხო? მაგრამ ის საუბრობს სწორედ იმაზე, რომ პუტინის ვიწრო გარემოცვაც კი ამბობს, რომ დღეს პუტინი შესულია ჩიხში და იქიდან გამოსვლის არანაირი რუკა და გზამკვლევი მას არ აქვს. თქვენ საუბრობდით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშებზე და დაბომბვებზე, ხო, სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სამიზნები ის არის ძირითადად, თუმცა განადგურებაზე, რაც ორსაცხოვრებელ კორპუსაც მოხვდა, მაგრამ უკრაინა როგორც წესი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ უმიზნებს, მაგრამ იქ გადაჭერის ოპერაციები როცა მიდის, უკვე სამიზნები შეიძლება აირიოს და დღეს ვიცით რომ უკვე 4 მსხვერპლის შესახებ მოსკოვის მერმა სობიანინმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, კაცმა არ იცის კიდე რამდენია. კი, და ასე შავ ზღვაზეც ხო მოხდა ერთ-ერთი ნავთობ გადამამუშავებელი, სწორედ ეს ერთადერთი ნავთობ გადამამუშავებელი ტერმინალის და ქარხნის კი, რომელიც აი მთელი ჯაჭვისთვის ძალიან საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, იმიტომ რომ იქ თავს იყრის გადამუშავება, გატანა და ასე შემდეგ და ამიტომ ეს სტრატეგიული ობიექტი იყო, მაგრამ ასეთი ბევრი სხვა სტრატეგიული ობიექტის დაბომბვა მიმდინარეობს უკვე უკრაინის ტერიტორიიდან დრონებით, რომლის ექსპორტიორიც გახდა უკვე უკრაინა და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ხდება თავდაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტიორი და ამით მნიშვნელოვნად ცვლის მათ შორის საკუთარ როლს მთლიანად რეგიონში. ასევე რუსეთი დგას ძალიან სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ხა მარტო პირველ კვარტალში 60 მილიარდისა ბიუჯეტო დეფიციტი ჰქონდა რუსეთს. მართალია ირანში არსებულმა კრიზისმა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გარკვეული ზურგის ქარი, ასე ვთქვათ, მათ მისცა, მაგრამ ეს არის მხოლოდ სადღაც 2-დან 5 მილიარდამდე თვეში. ამიტომ იმდენად დიდია უკვე დანაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ომის ეკონომიკამ სრულად გამოფიტა რეალურად რუსეთი, რომ ამ დანაკლისს ვერ შეავსებს ვერც ის კრიზისი, რომელიც არის ირანში და შესაძლოა მოკლევადიანად, ასე ვთქვათ, მომგებიანი ყოფილიყო რუსეთის ფედერაციისთვის და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გიორგი არის ის, რომ არა მხოლოდ ეკონომიკა გამოიფიტა ომისგან, არამედ რუსეთი და რუსეთის მოქალაქეები გამოიფიტნენ ომისგან და ეს ძალიან ცხადად ჩანს. ასევე ძალიან საინტერესო კვლევა იყო სხვათა შორის, ანუ კრემლთან დაკავშირებული კვლევითი ორგანიზაციის წარმოიდგინეთ, რომელიც საზოგადოებრივ აზრს იკვლევს და იქაც ფიქსირდებოდა, რომ გაცილებით მეტი რუსეთის მოქალაქე დღესდღეობით ღელავს იმაზე თუ რა მოხდება რუსეთში, სწორედ ამ დაბომბვების გამო, ვიდრე რა მოხდება ფრონტის ხაზზე. და ეს პირველად მოხდა რუსეთში მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. ამიტომ არის ძალიან დიდი დაღლა, არის ძალიან დიდი გამოფიტვა, ეს იგრძნობა მათ შორის ბლოგერებში და ოპინიონ მეიკერებში. ამიტომ პუტინზე, ასე ვთქვათ, ივანიშვილი ვეღარ დებს ფსონს. მაშინ როდესაც ვიცით, რომ რა თქმა უნდა, თავიდან საერთოდ ბლიცკრიგზე ჰქონდა გათვლა ივანიშვილს, ხო ისე როგორც თავად პუტინს, რომ პუტინი შევიდა და სულ რამდენიმე დღეში ჩამოიშლებოდა საერთოდ ხელისუფლება, ზელენსკი გაიქცეოდა, უკრაინას გადაიბარებდნენ, რუსეთი გაძლიერდებოდა და ივანიშვილისთვის ყველაფერი იქნებოდა გადასარევად, მაგრამ შემდგომ როდესაც ეს ომი გაიწელა, უკვე ამ მოცემულობაში ის რუსეთის გამარჯვებაზე დებდა ფსონს და ახლა ხედავთ, რომ ეს მისი მხრიდან იყო ძალიან სერიოზული მის კალკულაცია, ანუ ძალიან სერიოზული შეცდომა და ახლა ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას, იმით რომ რაღაც კონტაქტი მაინც დაიჭიროს უკრაინელებთან. ანუ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი, თუმცა რა თქმა უნდა, ინტერესი ხედავ ამ შემთხვევაში ზელენსკიმ იმისთვის, რომ თავის მთავარ მტერს აჩვენოს, რომ მისი ასე ვთქვათ, მარიონეტებიც კი ფიქრობენ უკვე ლაპარაკს ფიცოსთანაც აქვს მაგალითად, ხო, ზელენსკის ფირფიტა მნიშვნელოვნად ამოატრიალა, მათ შორის გააკრიტიკა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაკარგვა ურბანი, როგორც პატრონი, ასე ვთქვათ, დაბლოკვასთან და ეს ჩვენ შეგვიძლია ცალკე ასე ვისაუბროთ სამხრეთ კავკასიაში ბოლო ხანებში უკვე ძალიან ჩამყარ სტაბილურ ტენდენციაზე, სომხეთში მოსალოდნელი არჩევნების შედეგებზე და კიდევ ერთ ახალ მნიშვნელოვან ბიძგზე სამხრეთ კავკასიის ახალი გადაფორმატების, მაგრამ ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ, რა
ახალ ფაქტორებს აჩენს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით შეიცვალოს სიტუაცია, როგორია ამ მხრივ არა ზოგადად ქართული ოპოზიციის როლი, მათ შორის იმ პოლიტიკური პარტიისა, რომლის თავმჯდომარეობის ვადაც თქვენ ჯერჯერობით კიდევ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენი თავმჯდომარეობის, ასევე ზოგადად ამ პარტიის მოქმედებებთან მიმართებებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საერთოდ ოპოზიციურ მოქმედ მოთამაშეებთან ერთად, კრიტიკა გვესმის არა მხოლოდ ასე ვთქვათ, გარეშე მოთამაშეების მხრიდან, არამედ გვესმის უშუალოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. და ეს კრიტიკა არის თანმიმდევრული, არის ლამის უკვე სტაბილური ბწყალებ შეგვიძლია ასე ვთქვათ, მაგრამ სისტემატური ეს სიტყვა იქნებოდა ალბათ უფრო სწორი. რაზე მიანიშნებს ეს ერთის მხრივ და რა გავლენას ახდენს პარტიის საქმიანობაზე პირადად თქვენს გეგმებზე? იცით რა არის ხა ჩემი აზრით თავისთავად კრიტიკა და თვითკრიტიკა მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა გაიაზრო მათ შორის შენი შეცდომები, მათ შორის დაგეგმო მომავალი სტრატეგია, ამიტომ ზოგადად მე ბევრისგან განსხვავებით, ვინც თვლის რომ რაღაც ელემენტარული შეცდომის გაანალიზება და აქედან გამომდინარე შენი შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა თავზე ნაცრის ყრაა, ეს ბევრჯერ გამიგია ბევრისგან, მე არ ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ პირიქით შეცდომის აღიარება ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ, მათ შორის ძლიერ პოლიტიკოსებს, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ხო ამ შეცდომებზე და უნდა ყოველთვის გავიხედოთ წინ. და ასევე შეცდომები არ უნდა გახდეს ერთმანეთის დასუსტების საბაბი. თუმცა თავისთავად კრიტიკა ბუნებრივია მნიშვნელოვანია. ხა მე ნამდვილად არ ვიდავებ პრეზიდენტ სააკაშვილთან არც ერთ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია თუ არა ინგლისურის ცოდნა მაგალითად პოლიტიკოსისთვის საქართველოსში, ნამდვილად არ ვიდავებ, მით უმეტეს იმიტომ რომ მინახავს ეს ადამიანი როგორ ატარებდა შეხვედრებს უკრაინელებთან უკრაინულად, როგორ ატარებდა შეხვედრებს ამერიკელებთან უმაღლეს დონეზე ინგლისურად, ფრანგებთან ფრანგულად და ეკვადორში ესპანურად. ამიტომ ამ თემაზე დავას ნამდვილად არ ვაპირებ, თუ ჩემი პერსონალური აზრი გაინტერესებთ, მიმაჩნია რომ თუ ადამიანს აქვს იმის მზაობა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში იმ ხედვით და იმ სახელმწიფოებრივი მიზნით, რომ ჩვენი ქვეყანა შეიყვანოს ევროკავშირში, ამ თემაზე საერთოდ დავაც აბსურდია და უხერხულია ჩემთვის პირადად. რომ შესაბამის განათლება ხელს უნდა უწყობდეს. უხერხულია ჩემთვის პირადად, მაგრამ ეს საერთოდ მეასე ხარისხოვანი საკითხია. მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რაც იყო პრეზიდენტი სააკაშვილის შეიძლება ეს აქცენტები უფრო მეტად მის მიერ დასმული იქნა ხალხთან დაშორების თუ სიახლოვის კონტექსტში რაღაცა ვაკევერას კუტოკიც ცალსახად ჩემი აზრით ხო და არ მიმაჩნია რომ ეს მაინდა-მაინც სწორია, იმიტომ რომ რა ვიცი ხა მაგალითად ვაკეში არა იმიტომ რომ მე დავიბადე ვაკეში, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდა ხოლმე არც ახლა აქვს მაინც და მაინც მყარი პოზიციები აქვს და ჩემი აზრით ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველგან, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ხულოში და კასპში და ვაკეშიც და ვერაშიც იმისთვის რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიმხროთ. ხო, მაგრამ მთავარი ჩემი აზრით და თქვენ სწორად დამასწარით ასე ვთქვათ, მთავარი გზავნილის ამ უკითხვაში პრეზიდენტი სააკაშვილის ამ კრიტიკაში იყო სწორედ ეს, რომ ლიდერებს გამოკვეთს ხალხი. აი ეს ფრაზა, რომელიც მე ძალიან მენიშნა, რომელიც ჩემი აზრით იყო მისი მთავარი გზავნილი და რომელშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. იმიტომ რომ სახალხო ლეგიტიმაცია არის ნამდვილად ის, რაც დღეს მათ შორის ოპოზიციას ერთ მნიშვნელოვნად სჭირდება. და კაცობრიობის ისტორიას ასე ვთქვათ არ მოუგონია ხალხის მიერ ლიდერების გამოკვეთის უკეთესი მოდელი ან ალტერნატივაც კი ვიდრე დემოკრატია, ხო? რა ვიცი, ანტიკური საბერძნეთიდან დღემდე დემოკრატია არის სწორედ ის, რითიც ხალხი გამოკვეთს ლიდერებს, ანუ ხალხი ირჩევს ლიდერებს. ამიტომ მიმაჩნია რომ მთავარი ხსნა არა მაინც და მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თვითკრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითკრიტიკის შემდგომი ნაბიჯი რა არის?
თქვით კრიტიკა რატომ არის თავისთავად მნიშვნელოვანი? არა იმიტომ რომ რიტორიკული, ასე ვთქვათ, დაპირისპირება შექმნა. ხო? არამედ იმიტომ რომ ეს გახდეს ბიძგი მოქმედებისთვის. და ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი, რომ ეს ანალიზი და ეს კრიტიკა გახდეს ბიძგი მოქმედებისთვის. მოქმედებისთვის მთლიანად ოპოზიციაში, ისევე როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ანუ ისე როგორც ყოველგვარი რაღაც არ მინდა ბანალური ფრაზები გამოვიყენო, მაგრამ მართლა მჯერა გიორგი, როგორც სიბნელეს ამარცხებს მხოლოდ სინათლით შეგიძლია განდევნო სიბნელე. და მხოლოდ სიმართლით შეგიძლია განდევნო სიცრუე. ამიტომ ვთვლი ხოლმე, რომ რაღაც ნახევარი სიმართლით არ უნდა დაუპირისპირდე რუსკოცურ პროპაგანდას. ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გულწრფელობა და ჩვენი სიმართლე. აი სწორედ ასე მიმაჩნია, რომ ავტოკრატიასაც და ახლა უკვე რეალურად დიქტატურას, ხო, რომელსაც ივანიშვილი ყოველდღიურად აკონსოლიდირებს, მეტი დემოკრატიით უნდა დაუპირისპირდეთ. მეტი ხალხის ჩართულობით, მეტი პირდაპირ დემოკრატიით, არჩევნებით, შიდა კონკურენციით, მათ შორის შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. აი მიმაჩნია რომ თქვენს პარტიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რა თქმა უნდა, მათ შორის კრიტიკის დონეზე ცოტა უცნაურად ჩანს, ან შეიძლება ჩვენ არ ვიცით, თუ კრიტიკის ეგ დონე, რომელსაც სააკაშვილი საჯაროდ ასხივებს, მან მოთელა უკვე პარტიის შიგნით და ამის შემდეგ გახდა აუცილებელი ამის კიდევ უფრო საჯაროდ გამოტანა, ეგ ერთია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს როგორ მოხდა პარტიის შიგნით. თუ თავიდანვე კრიტიკულობის ეს ხარისხი, აი ეს მეთოდი არჩია პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ მათ შორის შიდა პარტიულ პრობლემებზეც პარტიის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, ცალკეული ლიდერების მოქმედებაზე საჯაროდ ესაუბრა. ეს თქვენ პარტიის როგორც თავმჯდომარეს რამდენად სწორად მიგაჩნია და რამდენად ეფექტურად რაზე თქვენ საუბრობთ? გიორგი, რა თქმა უნდა, პარტიაში მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დავხვეწოთ ბრძოლის სტრატეგია, როგორ გავხადოთ პარტია, როგორც საბრძოლო მანქანა, კიდევ უფრო ეფექტიანი რეჟიმთან დაპირისპირებისთვის, ხო? ამიტომ ამაში თავისთავად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერაფერს აზრახს, ასე ვთქვათ, ვერ ვხედავ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანალიტიკიდან მოქმედებაზე გადავიდეთ. შიდა პარტიულად, ისე როგორც ოპოზიციაში. მე მაგალითად ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდი სამოქალაქო ჯგუფებს, რომლებიც საუბრობენ პრაიმერისზე ოპოზიციის ფარგლებში, ასე ვთქვათ, ანუ მთლიანად საერთო ოპოზიციურ პრაიმერისზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იდეა. პრინციპში მე არ ვარ პირველი ნამდვილად, რომელიც ამ იდეას გააჟღერებს, იმ თვალსაზრისით, რომ ზურა ჯაფარიძე უკაცრავად დიდი ხანი საუბრობდა ამ თემაზე და თავად ეს აქტივისტური ჯგუფებიც ძალიან მოტივირებული არიან, რომ ასეთი პროცესი დაიწყოს მთლიანად ოპოზიციის წიაღში. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამის. მე მახსოვს ჯერ კიდევ სწორედ ზურა ჯაფარიძის მონაწილეობით 2013 წელს ჩვენ როგორ დავდიოდით რეგიონებში, იმიტომ რომ ზურა დავით ბაქრაძესთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად იყო საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსაკვეთად ჩატარებულ პრაიმერისში მონაწილე. რა პროცესში შედეგადაც შეირჩა დავით ბაქრაძე 2013 წელს როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ამ თვალსაზრისით ერთიანი ნაციონალური მოძრაობას ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და ჩვენ ერთგვარი ნოვატორი ვიყავით, ასე ვთქვათ, ამ პროცესის დანერგვის ქართულ პოლიტიკაში, რაც მე მიმაჩნია, რომ ძალიან ჯანსაღი პროცესია, ძალიან სწორი პროცესია, მეტი გახსნილობა, მეტი გამჭვირვალობა, ადამიანების მეტი ჩართულობა, მეტი დემოკრატია, მეტი აქტიურობა, მეტი კონკურენცია, მეტი დებატი, მათ შორის პარტიის შიგნით, მათ შორის ოპოზიციაში, ხა ოპოზიციაში რომ მუდმივად ცირკულირებს ეს კითხვები, ხო, რომ აი ვინ არის ლიდერი? ოპოზიციაში ამ პრაიმერის იდეას საფუძველი გაუჩნდება და აუცილებლობაც სასურველი იმ შემთხვევაში, თუ კი რაღაც ერთიანი საარჩევნო სიის პერსპექტივა გაჩნდება და ამ ალიანსის არაერთი მონაწილე ლიდერისგან ჩვენ მოგვისმენია, რომ ამის გამო არ არის შეკრებილი. ამის პერსპექტივას ბევრი მათგანი ვერ ხედავს უბრალოდ. კი, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი და შუალედურვადიანი გეგმები და ამოცანები მნიშვნელოვანია. ხო, თქვენ 26 მაისი ახსენეთ და რა თქმა უნდა 26 მაისი
ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ვფიქრობ, უამრავ ადამიანს საქართველოში გააზრებული აქვს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ამ თვალსაზრისით რუსთაველზე გამოსვლა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთად დგომა და ყოფნა და ჩვენი კონსოლიდაცია ამ მიზნის დასაცავად თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ისე როგორც ქვეყნის გარეთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით. ამიტომ ხა მე ასე ვთქვათ, არ განვავრცობ იმაზე უფრო მეტად ვიდრე საჭიროა, მაგრამ თქვენს კითხვას ერთიან სიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ სრული გულწრფელობით ვუპასუხო, რაც არასოდეს დამიმალავს, რომ იმაჩნია, რომ არის შეცდომა რიგი პარტიების და ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ალიანსში არიან გაერთიანებული, იმიტომ რომ დღესაც ვთვლი, რომ 2024 წლის არჩევნებშიც კი ოპოზიცია რომ მეტად კონსოლიდირებული შესულიყო თუ არა ერთიანი სიით, როგორც მინიმუმ ორი დიდი ფლანგით, გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა შანსი ჩვენი გამარჯვების, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებდით კიდეც. ნაციონალური მოძრაობის პარტიულ პერსპექტივაზე მინდა რომ მაინც კონცენტრირდეთ ამ ეტაპზე, რომ დავასრულოთ ის ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც გარკვეული მონაკვეთის შემდეგ თავმჯდომარეობის მანდატი სრულდება პარტიაში ყველგან, როგორც წესდება ამას ითვალისწინებს, ხოლმე მე ხა ზუსტად არ ვიცი თქვენთან როდის უწევს შემდეგი არჩევნები, მაგრამ არის თუ არა პარტიაში საუბარი იმაზე, რა ფორმით, როგორ შინაარსით უნდა მოხდეს ეს ახალი არჩევნები, ახალი ცვლილებები, წესდება ამას უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ ამ მხრივ პირადად თქვენი გეგმები და პრეზიდენტ სააკაშვილის დამოკიდებულება, როგორია თუ შეიძლება ამაზე ღია და საჯაროდ საუბარი. მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი და გავიმეორებ, რადგან გულწრფელად საუბრობთ ახლა, ბოლო ხანებში აშკარად თქვენი ენერგიულობისა და თქვენი აქტივობის ის ხარისხი თვალშისაცემად დაბალი იყო. თქვენ არც შეხვედრებში მონაწილეობდით. მე მაგალითად მოგისაკლისეთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთანაც კი არ იყავით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხართ ხოლმე და რასთავარია ისინიც თქვენ ძალიან კარგად გიცნობენ. ყველაზე ხშირად მე მგონი თქვენ შეხვედრიან მემხედველობაში მაქვს ამ საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები და მე გამიჩნდა ყოველ შემთხვევაში ესეთ სუბიექტური განცდა განწყობა, რომ რაღაც ოდნავ დისტანცირებული იყავით. აქვს ამას რამე სუბიექტური ან ობიექტური წინაპირობები? არა, დისტანცირებული არა, შეიძლება უბრალოდ ჩემი საქმიანობა ასე მედიისთვის, ასე ვთქვათ, თვალსაჩინო არ იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ვთვლი, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი კამერებთან ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სატელევიზიო ეთერების ამისთვის გამოყენება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკა მაინც და მაინც ყოველთვის სატელევიზიო ეთერით არ კეთდება. პოლიტიკა არის ხალხი, პოლიტიკოსებსაც ქმნის ხალხი, ამიტომ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პრეზიდენტი სააკაშვილის ეს გზავნილი, იმიტომ რომ აი სახალხო ლეგიტიმაცია სწორედ ხალხთან ურთიერთობით და შემდგომ მათი მხრიდან გამოცხადებული ნდობით იქმნება. და ადამიანების ნდობა შეიძლება აისახოს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში. ამიტომ შეიძლება არის განსხვავებული აზრები პარტიის შიგნით, ასე ვთქვათ, ბატონო? პარტიის შიგნით არის განსხვავებული აზრები აი ამ ცვლილებების ფორმასთან დაკავშირებით? თქვენ საუბრობთ ძალიან ბევრს ხაზს უსვამთ შიდა პარტიული დემოკრატიის, ისე როგორც გარე პარტიული დემოკრატიის სახალხო მანდატის, ამ შემთხვევაში პარტიის წევრების საერთო მანდატის აუცილებლობაზე და პარტიის შიგნით არის უკვე მიღებული გადაწყვეტილებები, როგორ გრძელდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხოვრება. პრეზიდენტ სააკაშვილი რაზეც საუბრობს, ჩემი აზრით ეს გარკვეული ფორმით არის ბიძგი რაღაცა ძალიან მსხვილი გადაფორმატების. ხო და აი ამაზე საუბარი რა დონეზეა? რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენეთ, არის ამაზე მსჯელობა, ხა თავმჯდომარის ვადა, ასე ვთქვათ, წარსულში იყო 4 წლიანი, გრიგოლ ვაშაძე 4 წლით იყო არჩეული, ნიკა მელიაც 4 წლით იყო არჩეული. შემდგომ აღნიშნული ვადა შემცირდა 2 წელზე, ლევან ხაბეიშვილი 2 წლით იყო არჩეული. მეც 2 წლით ვარ არჩეული, წესდებას ასე კონკრეტულად გაწერილი
არ აქვს როგორ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ ცვლილება, მაგრამ ჩემი აზრით ის გზავნილი, რომელიც მე ამოვიკითხე და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი სააკაშვილის მხარდამჭერთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და რა თქმა უნდა მისი მოსაზრება არის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ძალიან სწორი იქნება, რომ ავტოკრატიას დაუპირისპირდეთ მეტი დემოკრატიით, ადამიანების მეტი ჩართულობით, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით, მით უმეტეს ახლა ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ამის შესანიშნავ შესაძლებლობას. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია პრეზიდენტი სააკაშვილისგან, მაგალითად ის როგორ თვლის, რომ პირდაპირ დემოკრატია უნდა დამყარდეს საერთოდ ქვეყანაში, რომ მათ შორის თუნდაც საპარლამენტო გადაწყვეტილებებზეც კი და საკანონმდებლო პროცესშიც კი ადამიანებს რიგით მოქალაქეებს ჰქონდეთ გავლენა. თქვენ იცით, რომ იმ რეფორმების ფარგლებში, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, იყო ხოლმე მაგალითად მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევაზეც საუბარი, ასეთი წესი არსებობს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე ყველაზე გავრცელებულია მაგალითად პრაიმერიზი, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაშიც, არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსავლენად, არამედ მათ შორის შიდა პარტიული ლიდერების გამოსავლენად. ამ შემთხვევაში და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს აქცენტი ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ასე ამოვიკითხა და გულწრფელადაც გიორგი ხა, როდესაც ქვეყანაში გიზღუდავენ ყველაფრის თავისუფლებას, როდესაც პარტიას გაუქმებით ემუქრებიან, როდესაც არ არსებობს არანაირი ფინანსური რესურსი, ხო? რა შეიძლება იყოს ერთადერთი ის, რაც ეფექტიანად დაუპირისპირდება რეჟიმს. ტრანზაქციონალიზმში, გიორგი, კულუარულ გარიგებებში და მოლაპარაკებებში ჩვენ ვერასოდეს შევეჯიბრებით ბიძინა ივანიშვილს. ამ სარბიელზე, ამ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოგვიგებს. ერთადერთი რითიც ჩვენ შეგვიძლია რომ მოვიგოთ და მოვუგოთ ივანიშვილს და რუსეთს და გავიმარჯვოთ და გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს, არის მეტი დემოკრატია, მეტი გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, პროცესების მათ შორის კიდევ უფრო გახსნა, ერთიან ნაციონალური მოძრაობის საწყისებზე საუბრობდა პრეზიდენტი სააკაშვილი და ნამდვილად ჩემთვის ყველაზე საამაყოა სწორედ ის, რომ არიან ამ პარტიაში ადამიანები, რომლებიც 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან დღემდე არიან ამ პარტიაში. რატომ? იმიტომ რომ აქ ხედავენ ვარდების რევოლუციის იდეალებს და ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მიღწევა რა იყო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალაუფლება დაუბრუნა ხალხს. ძალაუფლება, რომელიც მიტაცებული ჰქონდა შევარდნაძეს. სრული უსუსურების და უძალობის განცდა ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნიდან გარბოდნენ. და იგივე ხდება დღეს. აი ეს უნდა შეიცვალოს. ახლა დღეს რომ ოჯახის სიწმინდეს ზეიმობდნენ ვითომ ეს ფარისევლები. მაშინ, როდესაც სწორედ მათი მართლობის გამო პრაქტიკულად ყოველი მეორე ოჯახი გახლეჩილია. და იძულებით ემიგრაციაში არიან წასული დედები, ბებიები. ეს არის მათთვის ოჯახის სიწმინდე და შობადობა არის ისტორიულ მინიმუმზე. 90-იან წლებშიც კი, როდესაც ჩვენი მშობლები სანთლის შუქზე გზრდიდნენ, მაშინაც კი უფრო მაღალი იყო შობადობა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. და ეს ყველაფერი ჩაკლა ბიძინა ივანიშვილმა. დღეს არის ისტორიულად დაბალი შობადობა. ესეთი დემოგრაფიული კრიზისი საქართველოს არ ქონია არასდროს. ამ დროს ეს ფარისევლები, მართლა ქვეყნის მტრები, რომელიც ანადგურებენ პირდაპირ, ანუ ქართველობას გვართმევენ, რომ იძახდნენ, საერთოდ საქართველოს ანადგურებენ, ქართველებს ანადგურებენ, დევნიან ამ ქვეყნიდან. და ვინც აქ რჩება, იმათაც იმაზე უჭირავს თვალი, როგორ წავიდეს ქვეყნიდან, ხო, სამწუხაროდ. თინა დრო გვეწურება და მინდა ბოლოს კითხოთ, იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ სწორად აღიქვით პრეზიდენტ სააკაშვილის გზავნილები და სააკაშვილი ზუსტად იმას გულისხმობს, როგორც თქვენ აღიქვით და პარტიის შიგნითაც შედგება კონსენსუსი, რომ კიდევ უფრო გახსნილი კონკურენციის ნიადაგზე დამყარებული თუნდაც არჩევნები ჩატარდეს, ახალი სტრუქტურების არჩევნები, მათ შორის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი თავმჯდომარესაც. ანუ პირადად თქვენ ამ შემთხვევაში განაგრძობთ თქვენი მისიის გაგრძელებისთვის ბრძოლას მონაწილეობას თუ რამე სხვა გეგმები გექნება? გიორგი, გულწრფელად გეტყვით, ეს გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული და მინდა რომ თანაგუნდელებთან ერთად, პარტიასთან ერთად, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად მწამს იმის,
რომ სწორედ ჩვენი მხარდამჭერების ამ გაუტეხელი ადამიანების მეტი ჩართულობით უნდა დავსახოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია და ამ ბრძოლაში ვინ რა ადგილს დაიკავებს. იმიტომ რომ ნებისმიერი სკამი და თანამდებობა არის სრულად უაზრო ბრძოლაში, სადაც გვანადგურებენ. აქ მთავარია გამარჯვება და გამარჯვებისთვის რაც არის საჭირო, ის უნდა მოხდეს პარტიაში, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს არის პარტიის კიდევ უფრო გახსნა. იდეალისტებისთვის მათ შორის მე მაგალითად თუ რამეს ვხედავ და რამეს ვისურვებდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტად გზის გახსნა. არ ვიცი ხა საზოგადოებას რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როდესაც ეს პასუხისმგებლობა მომანიჭა პარტიამ, რომ გამხდარიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, იყო რომ ახალგაზრდულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინსტიტუციონალურად გამხდარიყო თავმჯდომარის მოადგილე. ლევან სანიკიძე ასევე არის თავმჯდომარის მოადგილე. რატომ? იმიტომ რომ მიმაჩნია რომ იდეალისტებმა უნდა თქვან გადაწყვეტი სიტყვა ამ ბრძოლაში, არა პოლიტიკურმა გასტროლიორებმა, რომლებსაც პარტია საპარლამენტო სიის წერის დროს ახსენდებათ ხოლმე ხშირად. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრანზაქციონალიზმში, კულუარულ გადაწყვეტილებებში, გარიგებებში ჩვენ ვერასოდეს ვაჭირდებთ ვიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენს მხარეს არიან იდეალისტები. ხა ისეთი ახალგაზრდები მაგალითად როგორც არიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, საერთოდ არსად არ მეგულება. და არ ვიცი მითხრას ვინმე მაგალითად ვინ შეეჯიბრება იგორ ნარმანიანს ბრძოლაში და გამბედაობაში და იდეალიზმში და პატრიოტიზმში, მართლა. ან ლევან სანიკიძეს მე ვფიქრობ, რომ არავინ კომფორტულად არ დაუჯდება დებატში. ან გიგი გიგიტელაშვილს ვერ გაუწევენ კომფორტულ კონკურენციას კურდღელაუში, სადაც მან მათ შორის და ესეც კიდევ ერთხელ თვითკრიტიკის ნაწილია. პარტიულ შედეგზე გაცილებით უფრო მაღალი შედეგი აჩვენა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც კი, რომელიც გასაგებია რომ ივანიშვილმა მიიტაცა, მოიპარა, გადაწერა, მაგრამ მაინც ძალიან ნიშანდობლივია ეს, ხო? და ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარი საკრებულოს წევრი წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამიტომ ჩემი აზრით ეს პროცესები მეტი დემოკრატიის, მეტი გახსნილობის, მხარდამჭერების ჩართულობის, ბუნებრივად ასე ვთქვათ, შეუწყობს ხელს იმას, რომ კიდევ უფრო გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს. ეს არ ნიშნავს ნამდვილად ხა სამწუხაროდ ამას რომ ამბობ ხოლმე, იმიტომ რომ წარსულშიც მithქვამს ასე ვთქვათ ეს სიტყვები რამდენჯერმე ზოგიერთმა აღიქვა თითქოს და ეს თაობათაცვა გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ წინა თაობის პოლიტიკოსები ასე ვთქვათ რაღაც მეორე და მესამე და უკანა რიგებში უნდა გადაჯდნენ. არა, ეს რა თქმა უნდა ესეთი ავტომატური პროცესი არ არის და ეს ნონსენსია, ხო, ეს აბსურდია. უნდა არსებობდეს რაღაც სიმბიოზი, ხო, რაღაც სინერგია თაობათა შორის, მაგრამ თავისთავად ახალი ენერგიის შთაბერვა, გაჯანსაღება და სიახლის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა ახალი იდეების გენერირებაში, არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ მათ შორის შემდგომ ოპოზიციაში და იგივე ეს პრაიმერიz, რომელიც ვახსენე, არის ამის ერთ-ერთი ჩემი აზრით თვალსაჩინო მაგალითი. ვფიქრობ, რომ ახლაც და ამ ეტაპზეც კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველაზე რთულ და კრიზისულ მომენტებშიც კი შეგვიძლია გადაჯგუფება, მოქნილობა, მაგრამ პრინციპულად დაცვა იმ იდეალების, რომლითაც ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, დინა ბოკუჩავა. ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, მაგრამ მაინც მთავარი ხაზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალი იყო და ის როგორ ხედავს ამას მოქმედი თავმჯდომარე. ნახოთ, ვაკვირდებით ამ პროცესს. თავისთავად საინტერესოა და ჩვენც ვისურვებთ, რომ პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში, ასე ვთქვათ, ამ ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით უფრო მეტად ადეკვატურები გახდნენ თანამედროვე პირობებში, გართულებულ სიტუაციაში, ბრძოლის იმ მეთოდების აპრობირების, რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. მადლობა მინდა გითხრათ. მადლობა თქვენ. ვფიქრობ და მუშაობთ.